ჩვენ დღევანდელი საუბრის თემა არის მოდერნისტული პოეზიის და ლიტერატურის ისეთი მეტატროპი, როგორც არის ერთადერთი უნიკალური წიგნი. თუმცა აქ მე მინდა გადავწყვეტ წინა საუბარში წამოჭრილ კიდევ ერთ ისეთ სახე ფიგურას, იმიტომ რომ ამას გარკვეული გადმოძახილი ექნება ჩვენს დღევანდელ თემასთან. ვახსენეთ ტაძარი როგორც მოდერნისტული ლიტერატურის მნიშვნელოვანი ქრონოტოპოსი და ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ფრანგული ლიტერატურა, სადაც პირველად მოხდა ტაძრის როგორც ქრონოტოპოსის აქტუალიზება, როდესაც უბრალოდ ტაძარი არის არა რაღაც ადგილი, არამედ როგორც მთავარი მოქმედი პირი. ეს არის უპირველეს ყოვლისა ვიქტორ ჰიუგოს რომანი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, რომელიც გამქონოდა 1832 წელს და ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაში ტაძარი გამოხატავს რამდენიმე რამეს სემანტიკურად, მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი არის გააზრებული როგორც ნაციონალური კულტურის რეპრეზენტატორი. ტაძარი როგორც ნაციონალური კულტურისა და ისტორიის რეპრეზენტატორი. ერთი ათწლეულის მერე შემდეგი ესეთი აქტუალიზაცია ტაძრის, ძალიან სხვა საყურადღებო კუთხით მოხდა ჟერარ დე ნერვალთან მის ესეთ ნაშრომში, უკაცრავად არა იმდენად ნაშრომში, რამდენადაც ესეთი შეიძლება რაღაცა ნაშრომი წუწოთ, იმიტომ რომ მრავალ ჟანრობრივი ნაწარმოებია მოგზაურობა აღმოსავლეთში, სადაც ერთდროულად არის ეს როგორც ტრაველოგი, მაგრამ არის შიგ ჩართული დიდი მოზრდილი თქვა ასე მოთხრობა ძალიან საინტერესო ოკულტისტური კუთხით სულეიმანი, სულთამბრძანებელი სულეიმანი და ვილის დედოფალი. ეს არის ცნობილი ბიბლიური ესეთი ამბავი, ძველ ათმაში მოთხრობილი, როდესაც შებეს დედოფალი ჩავიდა სოლომონთან. ოღონდ ეს არის მოყოლილი ისლამურ ქრონოტოპოსში, როგორც კაიროში ხდება ეს კაიროს ერთ-ერთ კაფეში თხრობელი ყვება აი ამ ამბავს და საინტერესო რა არის? საინტერესო არის ის, რომ ლაპარაკია ტაძრის მშენებელზე. სულეიმანი არის ძალიან ცუდად გამოყვანილი, როგორც უარყოფითი პერსონაჟი და მთავარი მოქმედი პირი არის ქირამი, არქიტექტორი, რომელსაც ააგო ტაძარი და რომელიც მოკლეს და რომელიც არის მსხვერპლი. თქვენ ხვდებით, რომ ლაპარაკია ძირითადად მთავარ მასონურ მითოზზე, მითოსურ ნარატივზე, რომელიც მასონური მითოსისა და რიტუალის საფუძველი არის საამშენებლო მსხვერპლი, კერძოდ ქირამის მსხვერპლი. მოგეხსენებთ, რომ მთელი მასონური სიმბოლიკა, მითოსი და რიტუალი არის ტაძრის გარშემო და მთავარი არის არქიტექტორი და სამყაროსაც ყავს თავისი არქიტექტორი, რომელმაც და როგორც დემიურგმა ეს სამყარო შექმნა და როგორც ტაძარი და ტაძრის მითოსისა და ამ მსხვერპლის აქტუალიზაცია წარმოადგენს მასონურ ინიციაციურ რიტუალს და ეს ჟერარ დე ნერვალი იყო მასონური ლოჟის წევრი და თავის ამ მოთხრობაში წარმოგვიჩინა პირველ სახე, ანუ პირველი მსხვერპლი, რაზეც დგას ეს ნარატივი, კერძოდ ლაპარაკია ქირამზე და
მოკლედ თუ პირველი ტაძარი ეს არის ტაძარი როგორც ნაციონალური კულტურისა და ისტორიის რეპრეზენტაცია, ამ შემთხვევაში ეს არის ოკულტისტური მითის რეპრეზენტაცია. მესამე ტაძარი ეს არის უკვე ჟორის კარლ იუსმანსის რომანი, რომელსაც ესე ქვია Le Cathédrale, ანუ საკათედრო ტაძარი ქართულად, კათედრალი, ქართულად სტილურად საკათედრო ტაძარი, ლაპარაკია შარტრზე. და ეს უკვე არის თლიანად ქრისტიანული კათოლიკური ნარატივი, სადაც მთავარი მოქმედი პირი დიურწელი არის alter ego თვითონ იუსმანსის. ეს არის ტრილოგიის მეორე რომანი. პირველ რომანს ქვია გზაზე და მეორე რომანი არის საკათედრო ტაძარი. მოგეხსენება ჩარტრი, ეს არის აი 7 დიდი გოთიკური ტაძრიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, მოდი ვთქვათ, ეს 7 ტაძარი არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან ორი ესე იგი ერთი გერმანიაშია თანამედროვე პოლიტიკურ რუკას თუ გადავხედავთ, ერთი არის გერმანიაში, მეორე იტალიაში, დანარჩენი 5 არის საფრანგეთში. და ეს არის ესე იგი საერთაშორისო ინტერნაციონალური გოტიკის 7 შედევრი, რა თქმა უნდა, გოტიკური ტაძრები ბევრად მეტია, მაგრამ აი ეს 7 არის რაღაც გამორჩეული, თან ნუმეროლოგიური მომენტიც არის, თუმცა მე არ ვიტყოდი, რომ ამ 7-ზე უფრო რაღაც ნაკლებია ანსევილის გოტიკური კათედრალი, ან ტოლედოს გოტიკური კათედრალი, მაგრამ პრინციპში 7 არის ძალიან ესეთი ერთ აი რადიუსი რო შემოხაზოთ, აი ერთ მასში წრეში ხდება. ლაპარაკია კოლნის ტაძარზე, ლაპარაკია დუომო მილანი, კოლნის ტაძარი და დანარჩენი სტრასბური მოგეხსენებათ, ხან გერმანიაში იყო, ხან საფრანგეთში, დღეისობით საფრანგეთში, სტრასბურგში და დანარჩენი 4 უკვე თვითონ საფრანგეთს უკავშირდება და ფრანგულ ისტორიას, ნოტრ-დამი, პარიზის შოუის ტაძარი, შარტრი, ლანი და რეიმსი. და აი შარტრი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიადი, ერთ-ერთი ყველაზე უფრო ესეთი შტამბეჭდავი, სადაც იმყოფება ამ შარტში ქალაქში დიურწელი თავისი მოქცევის მერე. ანუ ეს ტრილოგია არის ეგრეთ წოდებული, შემას დავურქვათ, ეს მოქცევისა და პილიგრიმობის ტრილოგია. იუსმანს ეს ასახავს თვითონ ჟორის კარლ იუსმანსის ცხოვრებისეულ გზას, მის ბიოგრაფიას და სულიერ ბიოგრაფიას. თავიდან იუსმანსი იყო დეკადენტი მწერალი, დაწერა ესეთი რომანი საკმაოდ რთული ქართულად სიტყვასიტყვით გამოდის უკუღმა ზმნიზე და ლაპარაკია რაზე, ძალიან საინტერესო დეზესანტი არის მთავარი მოქმედი პირი, არისტოკრატი, და აღიქმება და ესეც იყო და ჩაფიქრებული როგორც დეკადენტური ლიტერატურის მანიფესტი. აქ ლაპარაკია მის განმარტოებაზე, თავის ადგილ-მამულში, წიგნებზე, რასაც ის კითხულობს და ესეთი ფაქტად სიუჟეტი აბსოლუტურად მეორეხარისხოვანია. მალარმეს წრეში შედიოდა იუსმანსი და მალარმეს თხოვა, რომ დაეწერა საგანგებო ტექსტი, რომელსაც კითხულობს დეზესანტი და ეს მალარმემ დაწერა თავისი ერთ-ერთი ცნობილი შედევრი ფავნის შუადღისეული ქართულად ორჯერ არის თარგმნილი, თუ არ ვცდები, ერთხელ თარგმნა კოლაუნა დირაძემ, თუ სანდრო ცირეკიძემ.
მეორეჯერ გიგიშკორმა ფაუნის დასვენება მიმუნეზე ქვია შუადღის ნაშუადღების დასვენება და ამაში არის ჩართული ეს ტექსტი მალარმეს ტექსტი და დეზესანტი როგორც მალარმეს თაღონ ნუ ეს რა თქმა უნდა ეს არის რა ქვია ალტერ-ეგო იუსმანსის ამის მერე იუსმანს კიდე რამდენი ნაწარმოები შექმნა ერთი არის ძალიან ისეთი საინტერესო ნაწარმოები სანამ ამ ტრილოგიას დაწერდა ძალიან ისეთი ქვია უბსკრული სადაც არის აი უკვე ეს იმდენ დეკადენტური არ არის რამდენიც არის აღწერილი თუ შეიძლება ასე ითქვას პერსონალური და არ მარტო თავის გამოსწრებაზე ლაპარაკი კაი საკმაოდ ისეთი ბრუტალური ნარატივებია შეგნით ნუ არა სადამდე შეიძლება ჩავიდეს ადამიანი თავის თქვა დაცემაში და როგორც ხშირად ხდება ხოლმე სწორედ არის როდესაც ადამიანი უბსკულზე ეშვება აი ხდება შემოbrunება მეტანოია და იუსმანსი მოექცა გახდა ეკლესიის ერთგული შვილი წევრი და უკვე ეს გზაზე მისი ამ ტრილოგიის პირველი რომანი არის აი მისი ეს სულიერი უკვე მოქცეული ქრისტიანობას და დედა ეკლესიას დაბრუნებული ჯურტელი ანუ იუსმანსი როგორ ეძებს თავის ადგილს აი ამ ქრისტიანულ ქრონოტოპოში თქვა ასე ну მეორე მეში იპოვა ეს ადგილი მეორე რომანში შარტრი და ეს ტაძარი კათედრალი საკათედრო ტაძარი არის ნამდვილად ერთ-ერთი კი რა მთავარი მოქმედი პირი ამ რომანის და მართლა სრულად ისე არის გააზრებული ტაძარი როგორც მიკროკოსმოსი და რაღაცა მომენტში როდესაც იქ ლაპარაკია ეს ხო ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი ეს უშუალებელი კომპლექსია ეს შარტრი უამრავი ქანდაკებით უამრავი ამ ნახატებით უამრავი სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშებით მაგრამ ეს რაღაც ერთი მთლიანობაა და არის აი ამ სცენების გააზრება სიმბოლიზმის ფერთა სიმბოლიზმის გამოსახულებათა სიმბოლიზმის ორნამენტების სიმბოლიზმი და სხვადასხვა მხრივ არის ლაპარაკი ძვირფასი თულების მაგალითად ამ და ერთ-ერთ მომენტში როდესაც ნუ ჯურტელის გარდა აქ ერთ-ერთი პერსონაჟი მნიშვნელოვანი არის მღვდელი მისი მეგობარი და აი და ეპისკოპოსი და ეს ამ სამ ძირთად არის ან სიარული ამ ქალაქში ან ტაძარში ან ამათ საუბრები და ეს საუბრები არის ძალიან საინტერესო აი უბრალოდ აქ არის ლაპარაკი ტაძრის სიმბოლიკაზე სხვადასხვა მხრიდან დაუშვათ იქნება ეს არქიტექტურული სახელოვნებო ისე თქვა აი ამ ქანდაკებათა აი ამ ტელეკომპლექსი დაუშვათ რომელიც გამოხატავს მაგალითად მეორედ მოსვლას ან ნუ ქტიტორები და წმინდანების გამოსახულებანი და ამის სიმბოლიზმი რაღაცა მომენტში როდესაც აი მიდის ეს საუბარი ჯურტელს უცებ ახსენდება რომ ტაძარზე როგორც რაღაც გარკვეულ თლიანობაზე როგორც ენაზე რაღაც გარკვეულ ტაძარზე როგორც რაღაც გარკვეულ ისეთ სიმბოლურ თლიანობაზე რომელიც აკეთებს რეპრეზენტაცია რომელიც არის რეპრეზენტაცია ისე ვამბობ კოსმოსის უნივერსუმის უცბახსენდება მალარმე და აი მალარმე თავის დროზე მეუბნებოდაო რომ მართლაც ხელოვნების ენა როგორ შეიძლება იყოს პარალელური სამყაროს როგორც ენის ესეთი სემიოტიკური იდეა ენა როგორც ნიშანთა სისტემა რომელიც ასახავს
სხვა ნიშანთა სისტემას. და საკმაოდ მოდერნისტული აზრია, თან საინტერესო არის ის, რომ ლაპარაკია სწორედ ტაძარზე და ეს ერთი მხრივ საკმაოდ მოდერნისტული ეს ტროპი ამავე დროს ძალიან ახლოს არის ქრისტიანულ გაგებასთან ტაძრის როგორც უნივერსუმის. მეოთხე ტაძარი უკვე არის ძალიან საინტერესო ფუტურისტი მწერლის, რომელიც ნახევრად ქართული წარმოშობის არის, ეს არის ილიას დანიევიჩი. მან 30-იან წლებში დაწერა ესეთი რომანი ფუტურისტული, რუსულად ესე ქვია, ფილო-სოფია. ამ შემთხვევაში ყველაფერი არის პირდაპირი გაგებით. სოფია არის აია სოფია. ზდანევიჩი არის კონსტანტინოპოლში და მთელი მისი ინტერესები არის მიპყრობილი აია სოფიისკენ და ის სწავლობს ამ აია სოფიას როგორც ხელოვნების ნიმუშს. აქ მნიშვნელოვანი არის ერთი რამ. წიგნი ასახავს ასევე ძალიან საკმაოდ ბიოგრაფიულია, მიუხედავად იმისა, რომ თან ავანგარდისტულია. თვითონ ილიას დანიევიჩის, ანუ ილიასდის, როგორც არის მისი ლიტერატურული ფსევდონიმი ბიოგრაფიას. მოყოლელი არის როგორ მოხდა პირველი მსოფლიო ომის დროს ტყვეობაში, შემდეგ ლაპარაკია როგორ მოხდა კონსტანტინოპოლში. მანამდე ლაპარაკია როგორ აღმოაჩინა ფიროსმანი, მთელი თავები არის იქ ისეთი non-fiction. მოგხსენებათ ფიროსმანი აღმოაჩინა სამმა მხატვარმა ლედანტიუ, რომელიც იყო ფრანგული წარმოშობის რუსი მხატვარი და ორმა ძმამ კირილე და ილიას დანიევიჩებმა, რომლებიც იყვნენ თბილისელი მხატვრები და არა მარტო მხატვრები, ილიასდი თან მწერალი პოეტი ფუტურისტული მოძრაობის 51 გრადუსის, უკეთ 51 პარალელის 51 გრადუსი წევრები, რომელიც თბილისში იყო, თბილისში ჩამოყალიბდა და ილიას ძმებმა დანიევიჩებმა და ლედანტიუმ აღმოჩენეს ფიროსმანი. აი სწორედ ეს ფიროსმანს ეძღვნება რაღაც გარკვეული ნაწილი. შემდეგ 16 ახაიშვილმა წაიყვანა ილიას დანიევიჩი თავის ცნობილ არქეოლოგიურ მოგზაურობაში, არქეოგრაფიულ მოგზაურობაში ტაო-კლარჯეთში, სადაც სწორედ ილიას დანიევიჩი ადგენდა აი ამ ქართული ტაოში, ტაო-კლარჯეთში არსებული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების ესკიზებს, ნახაზებს, სქემებს და ეს სერიოზული გამოცდილება ქონდა მთელი ცხოვრების ხორჩოს საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა, ისე რომ საფრანგეთში როდესაც გადაცხოვრდა 20-იანი წლების მეორე ნახევარში დაახლოებით მთელი ცხოვრება მონაწილეობდა ბიზანტოლოგიურ კონფერენციებში და თავისი მოხსენებებით გამოდიოდა და არის შენახული ეს გვაქვს ეს მისი ეს გამოსვლები, ანუ ძალიან კარგად იცოდა ხუროთმოძღვრება, ძველი ხელოვნება, ძალიან კარგად და აი ეს თავისი გამოცდილება უკვე არის გადატანილი აია სოფიაზე, კონსტანტინოპოლის აია სოფიაზე და ეს რომანი არის, რა თქმა უნდა, აქ არის აი ამ ეს გამოცდილებაც იუსმანსის და გარკვეული რეპლიკა თუ იუსმანსის საკათედრო ტაძარი არის რეპლიკა და ანტიპოდი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის, რომელიც მე ვთქვი, რომ ნაციონალური კულტურის და ისტორიის რეპრეზენტაცია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი კიდე მეორე მომენტი ალქიმიური ჰიუგოსთან და საკმაოდ ესეთი ესე ვიტყოდი ანტიქრისტიანული კოდი ნაწარმოების. მე ჰიუგო მოაქცია
წმინდა იოანე ბოსკომ, წმინდა იოანე ბოსკომ სალეზიელთა ორდენის დამფუძნებელმა პარიზში, როცა იყო რაც ის მოხდა ჰიუგოს შეხვდა და მოაქცია, ის შემდეგაც ჰიუგომ დაწერა თავის ეს მიზერაბლ, რომელშიც ეს ქრისტიანული და რევოლუციური ეს ნარატივები არის გამოვიდა ადამიანს, მე ესე ვიტყოდი, ესე ორგანულად არის შერწყმული ერთმანეთთან. იუსმანსის საქართველოს ტაძარი არის გარკვეული რეპლიკა და ანტიპოდი ჰიუგოსი, რაც შეეხება ილიას და ილიასის ფილოსოფიას ტაძარი აქ გააზრებულია როგორც ფუტურისტი, ავანგარდისტი შემოქმედის იდიოსინკრაზიული აჩენება, ფანტაზია. გარკვეული პოსტმოდერნულ იმასაც შეიცავს თავის თავში. აქ ლაპარაკია თუ იუსმანსთან ეს არის სულიერი გამოცდილების და თეოლოგიური გარკვეული ძიებების გამოხატულება, ილიასთან ეს არის მისი ფუტურისტული ლიტერატურული სახელოვნებო და აი ამ გამოცდილების გამოხატულება რაღაც გარკვეული ფუტურისტული ავანგარდისტული იდიოსინკრაზია. მოკლედ აი აქ ძალიან საინტერესოა ჩვენ როდესაც ვლაპარაკობდით მარსელ პრუსტზე და მის აი ამ ციკლზე რომელიც 7 რომანისაგან შედგება À la recherche de temps perdu დაკარგული დროის ძიებაში იქ არის მართლაც არა მარტო ხდება ეს ცნობილი სამრეკლოებისა და ტაძრების თემა, არამედ ხდება ეს მომენტიც, რომ პრუსტი იაზრებს თავის რომანს როგორც ტაძარს, როგორც გარკვეულ მთლიანობას, როგორც გარკვეულ ლიტერატურული ენით გამოხატულ რაღაც გარკვეულ მთლიანობას, როგორც ტაძარს. მაგრამ რამდენად არის ეს ტაძარი, აი ეს დგება უკვე ძალიან ისეთი საინტერესო საკითხი, რამდენად არის ეს ტექსტი როგორც ტაძარი. იმიტომ რომ ტაძარი რას გვაწყობს? ტაძარს უნდა კონდეს რაღაც გარკვეული ცენტრი. უნდა კონდეს ცენტრი, როგორც მატერიალური ქრონოტოპოსის სახით, ასევე უნდა კონდეს იდეური ცენტრი და ეს უნდა წარმოადგენს რაღაც გარკვეულ იერარქიას. რამდენად გვაქვს ეს ყველაფერი პრუსტის რომანში. და აი აქ დგება ესეთი საკითხი, ჩვენ ვიცით, რომ კულტურები შეიძლება დავყოთ გარკვეულად ესეთ ორი ტიპის, შეიძლება ვთქვათ, რომ არსებობს ორი ტიპის კულტურები. კულტურა, რომლის ცენტრი არის ტაძარი, ცხადია იუდაიზმი გვახსენდება. და კულტურა, რომლის ცენტრი არის ლაბირინთი. კერძოდ კრეტა. ბერძნული კულტურის პირველი ფაზა. რომლის ხსოვნაც დაიკარგა, იმიტომ რომ მოხსენებოდ მოხდა კატაკლიზმი და ის არსებობს მხოლოდ როგორც მითოსის სახით, რომ აი ლაბირინთი. და მე-20 საუკუნეში მოხსენებოდ არტურ ჯონ ევანსმა გათხარა, აღმოჩინა მართლაც კრეტა როგორც ლაბირინთი. და იქ ფესტოს დაფა ცნობილი ახაზოვანი და ბეხაზოვანი დამწერლობი თვითონ მე გახსნა, მე მისი სიკვდილის მერე გახსნა ვენტრესმა, რომელიც კონტრაქტულად დაეყო ძალიან ახალგაზრდა დაიცვალა. შემდეგ მისმა გამგზელებელმა ჩედვიკმა ბეხაზოვანი გაშიფრული, ახაზოვანი მონდრემდე არ არის გაშიფრული. თუ სულ რაღაც არის მომენტი, რომ აი გაიშიფრა თუ არ გაიშიფრა. ასე ისე ეს იგი ლაბირინთი მართლაც აღმოჩნდა რეალობა. თუმცა კრეტა-მიკენური კულტურის დაღუპვის შემდეგ აი მეორე ფაზა ჰომეროსის კულტურა და მესამე უკვე ეს პლატონური კულტურა.
იქ უკვე აღარ არის ხსოვნა, უბრალოდ არის ხსოვნა მის შესახებ, როგორც მითოსის, თქვა და ასე. პლატონისთვის ეს არის საკრალური გადმოცემა და არა მარტო პლატონისთვის, რომ ლაპარაკია ლაბირინთზე. რა არის ლაბირინთისთვის დამახასიათებელი? ლაბირინთისთვის დამახასიათებელი არის ის, რომ ის პრინციპულად არის ხტონური და ქვესკნელური, თქვა და ასე. ლაბირინთი არის ძალიან ბევრ კულტურაში, სულ ესეთი სახით მეანდრი, როგორც ლაბირინთი, ხო, აი ესეთი ტიპის მოგეხსენებათ, არა, ესეთი ყველაზე ესეთი პრიმიტივალი არის სწორედ სიტყვა ესეთი მეანდრი, როგორც პირველად, მაგრამ ძალიან ბევრ კულტურაში არის სწორედ და ესეთი ნახაზი გააზრებულია რეალურად, როგორც ჩანს ცეკვიდან მოდის, არის შესანიშნავი წიგნი ლაბირინთზე, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო სტრუქტურული და საზრისობრივი და ჰერმენევტიკული თვალსაზრისით ეს არის კარლ კერენის წიგნი ლაბირინთის ძიებაში. არა, უფრო სწორად თარგმანი იქნება ლაბირინთის გამოცდილება, ანუ ლაბირინთის კვლევა გამოცდილება. ცოტა კარგ გამოწვევ, დაუთმოთ მომავალ კვლევებს, რომლებიც გადმოთარგმნიან კერენის. კარლ კერენი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რელიგიათმცოდნე კლასიკოსი ფილოლოგი, ანტიკური კულტურის სპეციალისტი კარლ გუსტავ იუნგის უმცროსი მეგობარი, კოლეგა და მოსწავლე. და კარლ გუსტავ იუნგთან ერთად მას რამდენიმე წიგნიც აქვს დაწერილი და არის გარკვეული აზრით იუნგისეული ანალიტიკური ფსიქოლოგიის გარკვეული აზრით გამომხატველი რელიგიაში და კულტურაში. მაგრამ ძალიან ბევრი წიგნი აქვს დაწერილი, ძალიან ნაყოფიერი მეცნიერი იყო. დაწერილი კლასიკური წიგნები, დიონისე, აპოლონი, პრომეთე, ბერძნული მითოლოგიის ღმერთები და გმირები, აი ეს წიგნი ლაბირინთის გამოცდილება, ძალიან კარგი, ძალიან მნიშვნელოვანი. იუნგთან ერთად აქვს დაწერილი შესანიშნავი, ხო, ელევსინზე ერთ-ერთი შესანიშნავი წიგნი, ელევსინზე ელევსინი დედისა და ქალიშვილის არქეტიპული ხატი. წერდა ძირითადად გერმანულ ენაზე, თუმცა წარმოშობით უნგრელი იყო, ესე უნგრელ რელიგიათმცოდნედ და მოაზროვნედ მიიჩნევა, უნგრულადაც წერდა. ძირითადად მე ცხოვრობდა შვეიცარიაში. ამავე დროს იყო ძალიან სერიოზული მიმოწერა ჰქონდა ბევრი თვალსაჩინო მოაზროვნესთან, მათ შორის თომას მანთან. ის კარლ კერენი იყო თომას მანის იოზეფ und seine Brüder, იოსები და მისი ძმანი მისნი, ამ ტეტრალოგიის ერთ-ერთი ასეთი სწორი სიტყვა რო შევარჩიო, ექსპერტი, ერთ-ერთი თომას მანის ერთ-ერთი თქვა და ასე ექსპერტი, რომ რელიგიისა და მითოლოგიის საკითხებში რომელსაც მიმართავდა თომას მანი. ყავდა რამდენიმე ესეთი, ერთი მუსიკალურ საკითხებში მისი კონსულტანტი იყო თეოდორ ადორნო, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი შესანიშნავი ფილოსოფოსი და მუსიკოლოგი. იმ შემთხვევაში როგორც ჩვენს გვაინტერესებს როგორც მუსიკათმცოდნე, ძალიან საინტერესო მუსიკათმცოდნე, ფრანკფურტის სკოლის ერთ-ერთი წარმომადგენელი და კარლ კერენი იყო ასე მითოლოგიისა და რელიგიის დარგში კონსულტანტი. საქმე არის ის, რომ თომას მანი თავის შემოქმედებით ბევრად უფრო ახლოს არის იუნგისეულ ანალიტიკურ ფსიქოლოგიასთან,
თავისი მითოსური არქეტიპებით, ვინემ ფროიდთან. მაგრამ მოხდა ისე, რომ ფროიდთან ის მეგობრობდა, მიუხედავად რომ თაობა არის განსხვავება ფროიდსა და თომას მანს შორის, მათ ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ და ძალიან ესეთი სერიოზული მიმოწერა არის თომას მანსა და ფროიდს შორის და ხშირად ფროიდის იუბილეზე სიტყვითაც არის გამოსული, ძალიან კარგი სიტყვა. ძალიან საინტერესო მიმოწერა მართლაც თომას მანსა და ფროიდის და სწორედ იმიტომ რომ ფროიდთან ჰქონდა ძალიან კარგი არაჩვეულებრივი ურთიერთობა და თამასემ და დიდი პიეტეტი ჰქონდა ფროიდის მიმართ, ამიტომ არ ჰქონდა არანაირი ურთიერთობა იუნგთან. მოგეხსენებათ, როცა იუნგმა გაწყვეტა ურთიერთობა ფროიდთან, უბრალოდ ფროიდმა გააძევა იუნგი ამ მოგეხსენებათ რის გამოც ერთ-ერთი ტაბუ, რაც არ შეიძლება დაირღვეს, ეს არის არ უნდა გააჩაღო რომანი საკუთარ პაციენტთან. იუნგი დაეცა გაგებით და მას ჰქონდა ურთიერთობა ძალიან სერიოზული ქალთან, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ძალიან სერიოზული ქალი, ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოანალიზის ისტორიაში გამოიცა შემდეგ მისი ნაშრომები, საბინა შპილრეინი, რომელიც იყო რუსეთის იმპერიიდან, და 42 წელს ტრაგიკულად დაიღუპა ჰოლოკოსტში, როდესაც მისი რუსი იყო, ებრაული წარმოშობის, წერდა გერმანულად თუმცა. და მას ჰქონდა რაღაც ნევროზი, რომლის და ფსიქოანალიზი გადიოდა იუნგთან. და მე ისე მოხდა. ამ სხვა შორის ახლა ძალიან პოპულარულია ამასთან ფილმიც გადაიღეს რამდენიმე წლის წინ იუნგისა და საბინა შპილრეინის ამ ურთიერთობაზე ხო და გადაიღეს რომანი იუნგისა და საბინა შპილრეინის რომანზე ამ თორსტები ამერიკული ფილმია უზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ არის ამის შესახებ ესეთი ფილმი გამოიცა საბინა შპილრეინის ცოტათი გვიან, ისე ტრაგიკულად დაიღუპა, მაგრამ მისი არქივი გადარჩა. როდესაც ნაცისტებმა მოახდინეს ოკუპაცია მისი მშობლიური ქალაქის საბჭოთა კავშირში. ის როგორც ებრაელი გეტოში მოხვდა და შემდეგ დაიღუპა ჰოლოკოსტში, მაგრამ გადარჩა მისი თხზულებები და გამოიცა გერმანულ ენაზე ეს თხზულებები და მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ამის გამო სწორედ ამ დასაბამიერი ცოდვის გამო ფსიქოანალიტიკურ წრესაც აქვს თავისი რაღაც მოწყობილია როგორც გარკვეული ასე ვთქვათ კვაზი მონასტერი და გააძევეს იუნგი. არ და ის იყო კრონპრინცი. ანუ ის უნდა ყოფილიყო ფროიდის შემდეგ სკოლარხი, ანუ სკოლის თავი. მაგრამ ესე მოხდა და ამიტომ კიდევ ფელიქს კულპარი ეგეთი ქრისტიანობაში გაგება ბედნიერი ცოდვა. და იუნგმა შექმნა თავისი ვერსია ფსიქოანალიზის, სადაც პირველ პლანზე გამოდის არა ლიბიდო, არამედ კოლექტიური არაცნობიერი. და ამ კოლექტიური არაცნობიერის არქეტიპები, რომელთა აქტუალიზებაც ხდება სიზმრებში, ხელოვნების ნაწარმოებში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა სწორედ ეს ხელოვნების ნაწარმოები და ბევრი ხელოვანი მიმართავდა
იუნგს ერთ-ერთი მისი პაციენტი და მოსწავლე იყო, მოსწავლე ნაკლებად თქვა და ასე. ნუ მანასნაირად მოდი ეს ვთქვი პაციენტი და მისი ჰერმან ჰესე. ან პირიქით ჰესი ძალიან ახლოს იყო იუნგთან, თომას მანი არა, იმიტომ რომ თომას მანი ახლოს იყო ფროიდთან, მაგრამ კომპენსაციას აკეთებდა კერენი. კერენიძე არ იყო ეს, ასე ვთქვით, არ იყო ფსიქოლოგი, ის იყო ეს ამრელი გაწოდნე და ასაკობრივადაც იუნგი და თომას მანი იყო დაბადებული 1875-ში, იუნგიც დაახლოებით და ფროიდი 58-იანი თუ არ ვცდები, თითქმის დაუბა. კერენი 97-ში იყო დაბადებული და თავისი თომას მანის გარდაცვალების შემდეგ მან გამოსცა ეს წიგნი, წერილები, მიმოწერა თომას მანთან, ძალიან საინტერესო წიგნია, ძალიან საინტერესო წერილებია. უნდა ითქვას, რომ როდესაც ფროიდი იყო გენიალური ადამიანი, რა თქმა უნდა. და ბევრი რამ ესე ვიტყოდი, ეს ინტუიციები, რაც იუნგმა ესე განავითარა, რა თქმა უნდა ფროიდთან არის. ფროიდის ფსიქოანალიზში არის ეს მომენტები, მათ შორის მითოსურიც. მიუხედავად იმისა, რომ არის ფროიდის ფსიქოანალიზი აგებული იმაზე, რომ იგი მთავარი მომენტი არის სწორედ ამ სექსუალური ამ დრაივის განდევნა არაცნობიერში, რომელიც მე ბრუნდება კომპლექსებისა და ნევროზების სახით. იუნგმა კი გაიტანა ეს გარეთ, მაგრამ თვითონ ფროიდთან მაინც არის ეს მომენტი, ძალიან ბოლოს ეს მივიდა ეგ დასკვნამდე, რომ არის ადამიანში არის ორი ესეთი პათოსი, ეროსი და ტანატოსი, ანუ არა მხოლოდ შემოქმედებითი, არამედ საკუთარი თავის ნგრევისაკენ მიმართული. როდესაც თომას მანმა დაამთავრა თავისი პირველი ტომი, იოსები და ძმანი მისის პირველი ტომი, და გაუგზავნა ფროიდს. არის ძალიან საინტერესო წერილი ფროიდის, რომელიც არის აბსოლუტურად იუნგიისეული. ის ამბობს, რომ თქვენმა წერილმა გამახსენაო ნაპოლეონი, რომელიც წავიდა ეგვიპტეში. ნუ იოსებიც ხვდება ეგვიპტეში, ხო? ნაპოლეონი ეხლა ესე არა აქ სიტყვით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს იუნგისეული ტერმინოლოგია. ნაპოლეონი იყო იოსების არქეტიპში. რატო? ამის ერთ-ერთი შესანიშნავი გამოხატულება არის, ხო, ეს საინტერესო ანიმუსი და ანიმა, ხო? არის იუნგს აქვს ეს მომენტი. ანიმუსი და ანიმა სულის ორი ფსიქიკის ყოველ ადამიანში არის თავისი ჩრდილი, მამაკაც ის არის ანიმა, ქალში არის ანიმუსი, ანუ მამაკაცი ქალურში ფსიქიკაში. და აქედან გამომდინარე ნაპოლეონი რა არქეტიპში იყო, ვინ იყო მისი ცოლი, ჟოზეფინე, იოსები, სახელი იოსები. და როდესაც გაცილდა, აი მაშინ დაიწყო ნაპოლეონის მართლაც ესეა, როცა გაცილდა მთელი ეს წარუმატებლობები და აი სანამო იოსების არქეტიპში იყო და თავის მისი ეხლა ამ ტერმინებში არა აქვს, იმიტომ რომ ეხლა ეს იუნგიანურია. წერილი არის ძალიან საინტერესო. პირი დავაღე, როცა ძალიან ახალგაზრდა ვიყავი მაშინ და ძალიან გამიკვირდა ესეთი საოცრად, არა, რატომ? იმიტომ რომ თვითონ ეს რომანი არის საოცრად იუნგიანური და ფროიდიც ძალოვნებურად ამეთყოლდა თავისი საოცარი გენიალური იმითი გადავიდა, ასე ვთქვათ, იუნგის ენაზე. მოკლედ, ლაბირინთი. ლაბირინთის სახე ფიგურის აქტუალიზაცია თავიდან ბოლომდე არის ჩვენი გენიალური არგენტინელი მწერლის ხორხე ლუის ბორხესის დამსახურება. შეიძლება ითქვას, რომ ბორხესი არის ლაბირინთის მწერალი. რა არის ლაბირინთი? ლაბირინთის ცენტრი არა აქვს. ან მის ცენტრში არის
თუ შეიძლება. თან არის ქვესკნელთან დაკავშირებული და არა ზეცასთან, თუ ტაძარი ზეცისკენ მიდის ეს ქვესკნელისკენ და პრინციპულად აგებულია იმისათვის პარადოქსული რომ დაიკარგო შიგნით. ესე იგი, თუ იუსმანსთან ტექსტი არის ტაძარი, რომელიც ასახავს ტაძარს როგორც სამყაროს, ბორხესთან სამყარო არის ლაბირინთი და ტექსტი როგორც ლაბირინთი ასახავს სწორედ და რა ჩდება, რა არის ლაბირინთი ბიბლიოთეკა. სადაც ვერ აგნებ წიგნს. სადაც არის რომელიღაც წიგნის რომელიღაც გვერდზე არის მთავარი ნიშანი და ამას ვერ აგნებ. ხო, სამყარო როგორც წიგნი, მაგრამ წიგნი როგორც ლაბირინთი. აი თუ ასე შევხედავთ, მაშინ დავინახავთ ერთ საინტერესო რაღაცას, რომ პრუსტის რომანი არის არა იმდენად ტაძარი, რამდენადაც ტექსტი ლაბირინთი, სადაც სწორედ ცენტრი არ არის და სადაც თვითონ მარსელი არის ამ საკუთარი ლაბირინთის ტყვე. თავი მომენტი რა არის, რომ ეხლა გამოვიდა მარკესის წიგნი კიდევ ერთხელ ისა გენერალი და მისი ლაბირინთი ხო და თავის დროზე არ მიექცეს რაზმას ყურადღება ესე მარკესის საშინლად ნაყოფიერი იყო მოკლედ სად არის და უნდა ითქვას რომ ეს ლაბირინთი ხო ჯერჯერობით ის არის ძალიან საინტერესო რა არის რომ ახალ რომანში ხდება სწორედ ლაბირინთის რომანი როგორც ლაბირინთი. ანუ ორეთ არა მხოლოდ ლაბირინთის სივრცული, არამედ ლაბირინთი დროითი. არ არის ნახსენები სიტყვა ლაბირინთი, რატომ? იმიტომ რომ გამოცანაში რა არ უნდა იყოს ნახსენები, ის სიტყვა რომელიც არის ჩაფიქრებული. შარად ან როგორც ძველ ჰიმნებში მაგალითად არის ტაბუირებული სიტყვა ან ღმერთი და ღმერთის გამომხატველი სიტყვა რომლის მიმართაც არის ეს ჰიმნი, აი რიგვედაში და ვედებში გამოიყენება ეს ტექნიკა ანაგრამირების თქვათ ასე. თორემ ეს გახსნა ფერდინან დე სოსიურმა ეს ვედების ეს საიდუმლო ანუ აგნი ანგირას აგნისადმი მიმართულ ტექსტში არ არის ნახსენები აგნი რადგანაც ეს არის სწორედ ეს გამოცანა რომელიც არ უნდა იყოს ნახსენები ტექსტში მოდით აი აქ ჩვენ დავაფიქსიროთ ეს განსხვავების მომენტი ტექსტი, მოდერნისტული ტექსტი როგორც ლაბირინთი და მოდერნისტული ტექსტი როგორც ტაძარი. ტექსტის ორი, თქვათ ასე, ტიპი, ორი სახე და შემდეგ საუბარში მე შევეცდები, რომ დაგანახოთ აი ამ ორი არ მხოლოდ ეს რომ ტაძარი და ლაბირინთი არა როგორც მხოლოდ არქეტიპული ფიგურა, არამედ როგორც წერის გარკვეული სტრატეგია. აი იმ წერისა, რასაც შეიძლება, რასაც ლექიტურ დამწერლობას უწოდებდა დერიდა და რასაც ინგლისურენოვანი დერიდოლოგები თარგმნა როგორც writings. და რომელიც ერთდროულად გაიაზრება როგორც წერილი, დამწერლობა და წერა როგორც პროცესი, თქვა და ასე. მადლობთ.